ხსნელს. წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღესასწაულობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას. გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა. ეს სიხარულით აღსავსე სიტყვები წმინდა მთავარანგელოზმა გაბრიელმა უთხრა ქალწულ მარიამს და ახარა, რომ მისგან იშვებოდა მესია, ხსნელი ქვეყნიერებისა. მარიამი, რომელიც მხცოვან იოსებზე იყო დაწინდული, საღვთო შიშით აღიფსო. იფიქრა, მაცდური ანგელოზი ხომ არ იყო იგი, რომელსაც ხილში შეჰყავს ადამიანები. ქალწულმა არ ჩათვალა ღირსად თავი, რომ უფალი მას აერჩევდა თავის დედად. მაშინ ანგელოზმა განუცხადა მარიამს, რომ მან ჰპოვა მადლი წინაშე უფლისა. სული წმინდა მოვიდეს შენზე და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ. როგორც წმინდა გრიგოლ პალამა განმარტავს, ღვთის მუცლა დღება თესლისაგან რომ მომხდარიყო, იგი არ იქნებოდა ახალი ადამიანი, არც უცოდველი იქნებოდა, რადგან პირველ მშობლის ცოდვის მემკვიდრე რომ ყოფილიყო, მაშინ ვერ შეძლებდა თავის თავში ღვთაების სისავსე ეტარებინა. ვერ შეძლებდა წინაპართა ცოდვების თავისი ძალით განბანვას. ამიტომაც არა ანგელოზი, არა ადამიანი, არამედ თავად უფალი განკაცდა, მოვიდა და გვაცხოვნა ჩვენ. სწორედ უფლის ქალწულისაგან უთესლოდ შობას წინასწარმეტყველებდა ისაია წინასწარმეტყველი და ამასავე მოასწავებდა შეუწველი მაყვალი, რომელიც მოსე მიხილა, რადგანაც ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა შეუწველად მიიღო ღვთიური ცეცხლი თავის თავში მოცლა დღებით. ამიტომაც ყველა ღვთისმადიდებელი უგალობს და განადიდებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსაც, რომელიც არის სამკაული ყოველი ქმნილებისა. მისი ღვთაებრივი სისრულე დაფარული იყო კაცთაგან. წმინდა ქალწულის სული მანამდე გახდა ტაძარი ღვთისაცხოველისა, სანამ მისი სხეული გახდებოდა უფლის ცხოველი ტაძარი და დაიტევდა კაცობრიობის მხსნელს. ხარება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა სიხარულის დღესასწაულია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს თქმით, იმდენად დიდია დღევანდელი დღე, რომ ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ამ დღეს ფრინველიც კი არ იკეთებს ბუდეს და მხოლოდ ღმერთს ადიდებსო. მთავარანგელოზმა გაბრიელმა მხოლოდ წმინდა ქალწულს როდი ახარა მაცხოვრის შობა, არამედ მთელ კაცობრიობას ჩაუსახა იმედი კაცთა მოდგმის ცოდვის ტყვეობისაგან გამოხსნისა და გადარჩენისა. უფალმა არ დაუშვა თავისი საყვარელი ქმნილება ადამიანი სამუდამოდ დარჩენილიყო ცოდვებში. ამიტომაც თავისი საყვარელი ძე მოავლინა ამ ქვეყნად მხსნელად და მაცხოვრებლად. ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდან მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. ამინ.